შინაგანად თუ არა მორიელი არ გამოხატავს, არაფრით არ გამოხატავს თავის ღრმა ემოციებს, ამ დროს ძალიან ღრმა ემოციები აქვს ამ თვარეს. პირველ ასე საფეხურზე უსაფრთხოება, ემოციური უსაფრთხოება, აქედან შეიძლება ეჭვიანობა მოდიოდეს, აქედან შეიძლება მესაკუთრეობა მოდიოდეს, ან ყველაფერი ან არაფერი არის ეს თვარი. ანუ მე თუ ადამიანთან დავიწყებ ურთიერთობას, ძალიან უნდა ვენდობოდე, ძალიან უნდა უგზნობდე და შემდეგ. ეს არის ძალიან ღრმა ემოციური, ინტენსიური მთვარე. და აი ეს სხვათა შორის შიშებიც აქვს, აი მთვარე მორიელს შიშებიც აქვს, შინაგანი უსაფრთხოება არ დამერღვეს და იმიტომ რომ საერთოდ იყო უსაფრთხოება დარღვეული, ახლა მთვარე მორიელში რო ხდება, ეს უკვე ძაფრი, ინტენსიური გარემო არის, დედაც, რომელიც ღრმა არის, დედა, რომელიც რაღაც ან მორიელთვისებებს ფლობს, ან მესაკუთრი არის, ან მანიპულატორია, მაგალითად მთვარე პლუტონსაც ახასიათებს ეს, რომ ან დედა მანიპულატორი არის, ან გავლენიანი არის, ან ოჯახი, რომელსაც უჭირავ ესე. და ჩემს პირად ემოციურ სამყაროში ესე დაუკითხავად შემოდიან. აი ახლა მაგალითად მე რომ მთვარე მორიელი ყავდეს, მეგობარი მაგალითად, ხო და ან ბავშვი და აი ესე დაუკითხავად მის ოთახში არ შევალ. სიტყვაზე, ხო? აბა რასაკეთებ ახლა? რატო აი ამ ზედმეტი ჩარევით მის ემოციურ სამყაროში შევდივარ ზედმეტად. ესეთი მთვარე არის ძალიან ჩაკეტილი, მას არ უყვარს ესე ღია დაჩენოს თავის. ახლა თარი ტყუპები თუ ყველაფერს მოყვება ამ მთვარე ვერძი თუ გახსნილი არის და ყველა საჩვენებს თავის, მას მთვარე მორიელს არ უყვარს ეს ზედმეტი ხელების ფათური. საკუთარ სულში, ახლა ჯერ სულ ესე უყურებენ მთვარე მორიელები ხოლმე ხარ, რა ხდება, რატომ, ხა რაღაც არ თქვა ემოციურად ისეთი, რომელიც მე ჩემ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ანუ რაღაც უსაფრთხოებები აქვს, რომელიც შეიძლება რეალობასთან აღარ იყოს უკვე საჭირო, ხო? ან აი ზედმეტად იკავებდეს თავს მაგალითად. ეს როგორც ზოგად ტენდენციას გეუბნებთ, რომ ყველა კი არ არის ესეთი. და კლასიკურ ფორმულაში ეს არის რაღაც დრამები ოჯახში, რაღაც კონფლიქტები, არა, უფრო ან ზოგჯერ ზოგს აგძიმე შემთხვევაში დედის ავადმყოფობა შეიძლება იყო, ან რაღაცა მძიმე სენი, ახლა რთულ გამოვლინებებში, ახლა როცა პლუტონი და რაღაც მთელი ასპექტები არის. მთვარეს აქ შეიძლება უკვე რაღაც უბედურება ოჯახში და რაღაც მძიმე ისტორიები, ოღონდ ესე არ არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის და აქ არის უბრალოდ ემოციები, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო და პირადი ცხოვრება, მოდით ესე ვთქვათ, აი სახლში რო შედის, იქ რაღაც მორიელური ხდება. დედასთანაც რაღაც მორიელური ხდებოდა და აქ ადამიანს უკვე უნდობლობა, ან შიში რამე ცუდი არ მოხდეს. ზოგჯერ ეგ არის, ვაიმე იმას არ დაემართოს რამე, ვაიმე ამას არ დაემართოს რამე. მაგალითად კლასიკური ფორმულა არის, როცა მორიელური ენერგია ძალიან ჭარბობს და ადამიანს ხალხს არ უნდა